22 წლის ვაჟკაცი, ჩემი გიგა ჩავდე მიწაში 3 თვის უკან. გამძლეობას გისურვებთ. ეს ერთი აგერ გამარჯობათ. 5 თვის უკან ჩამოვედი 6000 ლარს უგზავნიდი ყოველთვიურად ჩემს გამწარებულ შვილს. თუმცა ცოცხალი ვეღარ ვნახეო ამას წეს, მე თქვენსავითო ჩემ ამაზე მქონდა დატოვებულიო და აი ესეთი ბრავლად არის. მე ესენი ჯერ მინდა აი ამით რომ ავა ჩვენ მშობლებს ჩვენი გაჭირვება გვეყოფა და ნუ გვაწარმოებენ და გვაწვალებენ. დღისით, ძისით გაივსო მთელი თბილისი და მთელი საქართველო, სადაც ეს მკვლელი ნარკოტიკები იდება. კედლებზე წერია, სოციალურ ქსელებში წერია, რომ $500 ანაზღაურება, ვინც რა სამსახურია და თქვენც გექნებათ ნანახი. სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ბაბუა გია ყრუაშვილი მომხდარის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. მისი თქმით, მხოლოდ იმ ღამეს, როცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იმავე მიზეზით 5 ახალგაზრდას სიცოცხლე დასრულდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ჩემი შვილიშვილი იყო ფაქტიურად ჩემი გაზრდილი, ერთად ვიზრდებოდით, ჩემი შვილიც აქ იყო, მიუხედავად მე იმისა, რომ აი ქვეყანაში სამსახურის შოვნა და ეს პრობლემები არის, ჩემმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, ეგ ერთადერთი შვილი ყავდა და გადაწყვიტა, რომ წასულიყო ემიგრაციაში და 5 წელზე მეტი არის, რაც იქ არის იმისათვის, რომ თავისი ერთადერთი შვილისთვის ბინა ეყიდა და ფეხზე დაეყენებინა, ოჯახი ქონოდა და ჩემი შვილიშვილი არ შემრცხვება ამ სიტყვის და ყველა მიცის, იყო ერთ-ერთი უწესიერესი, გაზრდილი, პატიოსანი, ზრდილობიანი ბავშვი, რომელთანაც ისე ცხოვრობდა ეს ჩემთან ერთად, რომ ფაქტიურად კითხვის ნიშნებიც არ გამჩენია და თავში აზრიც არ მოსვლია, რომ ის რაღაცა ნაბიჯს გადადგავდა. თუმცა ეს გუნდი, ჯგუფი ისე მუშაობს, ისეთი პროფესიონალები არიან, ვინც ამ ბავშვებზე მუშაობენ და ძირითადად ისეთი ბავშვები არიან, რომელსაც შემოსავალი აქვს, დედა ემიგრაციაში ყავს და ადვილად დასაპყრობები არიან და შესაძლებელი არიან სიტუაციებში, აი ესეთ ბავშვებზე მუშაობენ ესენი და მე ჩემი სიმწარე არ მინდა რომ სხვა მშობლებმაც ნახონ. ეს პრობლემა ეხლა არ დაწყებულა ჩემი დათოთი. უბრალოდ ეს პრობლემა მე არ მქონია შეხება იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიცის 17 წლის დიუშენიანი შვილი მყავს სახში და მთელი ყურადღება და ენერგია ამ ბავშვზე მაქვს გადატანილი და თვითონ პოლიციელი მოვიდა და გვითხრა, ეხლა მე მაგისი არც თავი მქონდა და არც ნერვები. იქაურვა, იქ ვინც იძიებდა, ვინც ამ ლენტებს და იმას და იყო ჩართული საგამოძიებო პროცესებში, სწორედ იმან გვითხრა, რომ 4 ბავშვი მინიმუმ თბილისში აი ესე იღუპებაო და დღეს არის 5-იო და ის კი ვიცი რომ ანდრეაობა იყო 12-ში და ჩვენ 5 გაუბედურებული მშობელი ვიდექით რიგში, ჩემი დათო ყველაზე ბოლო მიიყვანეს იქ, იმიტომ რომ ბოლოს გარდაცვლილი იყო. ამდენი ახალგაზრდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში მე თვითონ მონაწილე ვარ ამ ორივე ომში. და იმდენი ბავშვი ჩვენ და იმდენი ახალგაზრდა იქ არ დაგვიკარგია, რაც ახლა აი ამ სიტუაციებში დავკარგეთ. ჩემი ეს ბრძოლა და აი მართლა შევაკვდები ამ საქმეს, რამოდენიმე ბავშვიც რო გადავარჩინო, ეს იქნება ჩემი დათოს სულის მოსახსენიებელი სიტუაციები. რა თქმა უნდა, ჩემ შვილსაც და არავის არ სიამოვნებს, ეხლა ვილაპარაკო რომ ხო იცი ნარკოტიკი რაღაცა და ყველა ერიდება რომ არ თქვას რომ თავისი ოჯახის წევრი ესე იყო რაღაცა და არ არის რა ეხლა ესე ვაშკა კარგი ისა რა ქვია, მაგრამ მე ამასაც ახარ დავეძებ იმას. კი მეუბნება ჩემი შვილი რომ მამა კაი რა რაც იყო, მაგრამ ვერ გავჩერდები, იმასაც შევპირდი რომ მეთქი ის, მაგრამ ვერ გავჩერდები, იმიტომ რომ ამის გაჩერება ნიშნავს უამრავი ბავშვის დახოცვას.